მოგესალმებით, როგორ ხართ? მოდით ვნახოთ საჯარო გაშლა თემით, სად უნდა მომართოთ თქვენი ენერგია ახლა. ჩვენ ახლა გავიგებთ ამ საჯარო გაშლით. მოდით ესე ვთქვათ, ერთი თვის ვადაზე, ან ივნისის თვეში, სად უნდა გააგზავნოთ, მომართოთ, გაუკეთოთ მობილიზება თქვენს სასიცოცხლო ენერგიას. Маша სადამე. დავიწყეთ ვარიანტი პირველი. სად უნდა გააკეთოთ თქვენი ენერგიის მობილიზება ივნისის თვეში. წითით მეგობრებო, აი ასე. აი ასე. ვარიანტი მეორე. სად უნდა გააკეთოთ თქვენი ენერგიის მობილიზება. და ვარიანტი მესამე, სად უნდა გააკეთოთ თქვენი ენერგიის მობილიზება. შევეცდები, რომ სამივე ვარიანტი კარგად და სრულად ჩამდეს. აი ასე. აი ასე. აი ასე ჩამოძროფასებო, ახლა სამივე ვარიანტი ჩანს გამართულად და კარგად. კარგი. პირველი ვარიანტი იყოს ამეთვისტოს ნატეხი, მეორე ვარიანტი იყოს თისბროლი და მესამე ვარიანტი იყოს ლაბრადორიტი. ახლა კარგად დააკვირდით სამივე ვარიანტს, დასვით ასეთი კითხვა. მე თქვენი სახელი და გვარი დახუჭეთ თვალები, სად უნდა მოვმართო ჩემი ენერგია ივნისის თვეში. ვიმსჯელებთ თითო არკანით და მივცემ გაშლას ექსპრეს სახეს, ანუ ისეთი მომენტალური ინფორმაცია გაჟღერდება ახლა თქვენთვის, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. პირველი ვარიანტი. სად უნდა მომართოთ თქვენი ენერგია ახლა? კვერთხების რაინდი ამოვიდა ამ დასტაში, როგორც ხედავთ, ხალბატონი ფლობს საბრძოლო ხელოვნებას და ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ერთი თვის მანძილზე მთელი თქვენი სასიცოცხლო ენერგია უნდა მომართოთ თქვენი პირადი გოლების გატანაში, თქვენი წარმატების მიღწევაში, შემეცნებაში, ახალი მწვერვალების დაპყრობაში. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენს მოძრაობასთან ერთად სინქრონში, ხომ? ეს არ არის ჯდომის არკანი, ეს არ არის ფიქრის არკანი, ეს არის მოქმედების არკანი. თქვენ ახლა შესაძლებელია ივნისის თვეში სხვათა შორის ესეთი ინფორმაციაც, რომ მაგალითად დაკავდეთ სპორტით, ხომ? იმიტომ რომ აქ არის ბევრი აქტიური ენერგია, ბევრი ცოცხალი ენერგია და შეგიძლიათ ის მაგალითად მომართოთ თქვენი ფიზიკური, ვთქვათ, თუ კი სურვილი გაქვთ, რომ ფორმები შეიცვალოთ, თუ კი სურვილი გაქვთ, რომ ფიზიკურობა, ეს შეიძლება იყოს იოგა, ეს შეიძლება იყოს ცეკვა, ნებისმიერი მიმართულება, რაც გამოაჯანსაღებს და უფრო მეტად, როგორც გარეგნულად, ასევე შინაგან ფორმას შეუცვლებს თქვენს სხეულს, თქვენს ორგანიზმს, თქვენს განწყობას, ხომ? ნებისმიერ შემთხვევაში კვერთხების რაინდი ნიშნავს იმას, რომ ენერგია გაქვთ იმისთვის, რომ დაიწყოთ ფიზიკური აქტივობა. ფიზიკურად ყველანაირად შეგეწყობათ ხელი, იმიტომ რომ იგრძნობთ ამ ენერგიის მოზღვავებას, მაგრამ რაოდენ და რადგან ავტორმა ეს კონკრეტული არკანი გადაწყვიტა მებრძოლი ქალის პოზიციაში, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა იბრძოლოთ იმისთვის, რომ დაამტკიცოთ თქვენი პოზიციები, გაამაგროთ, გაამყაროთ თქვენი პოზიციები და გაუმკლავდეთ ყველა სირთულეს და რაც მნიშვნელოვანია, ამისათვის აბსოლუტურად მოგეცემათ ძალა და ენერგია, მაგრამ მნიშვნელოვანია იმოძრაოთ. აი ეს არის საკვანძო მომენტი, მოძრაობა.
სიარული, მოძრაობა, კომუნიკაცია არა სოციალური ქსელებით და მესენჯერით, არამედ პირდაპირ უნდა წავიდეთ, შევხვდეთ ადამიანებს, გავაცნოთ ჩვენი პოზიციები. ანუ ეს არის თქვენი პირადი პერსონალური სიძლიერის თვე, ჩემო ძვირფასებო, ამიტომ არ დაიზაროთ და მომართეთ მაქსიმალურად თქვენი ენერგია იმისთვის, რომ აი ყველა ესე ჩამოთვლილი აქედან, ესე იგი თქვენთვის სასურველი პოზიცია და მდგომარეობა გაიაზროთ, თუ რა არის ახლა თქვენთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი და იქით მომართოთ თქვენი ენერგია. ვარიანტი 2, მთისბროლი, თქვენ სადმე მომართოთ თქვენი ენერგია. ცხრიანების ხმლები. ძვირფასებო, აუცილებელია, რომ მომართოთ თქვენი რესურსი და ენერგია იმისთვის, რომ ის რთული სიტუაცია და რთული, ვთქვათ, მდგომარეობა, რაშიც ახლა იმყოფებით, განიცდით და ნერვიულობთ, პირველ რიგში უნდა შეეცადოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისწავლოთ სწორი სუნთქვა. ეს მესიჯი მოვიდა უცებ და უნდა მეთქვა თქვენთვის. სუნთქვითი ვარჯიშები ძალიან ბევრ რაღაცაში დაგეხმარებათ. ეს ერთი. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაშალოთ ფუნდამენტალურად ეს თქვენი შიშები, ეს თქვენი ფობიები, ეს თქვენი ნერვიულობა, რას ნიშნავს დაშლა. დაშალოთ, სათითაოდ ესე დაალაგოთ ყველაფერი. აი წარმოიდგინეთ ლეგოს სათამაშოები, ხო? მეც ხო არასდროს არ მომწონდა ლეგოს სათამაშოები, მაგრამ ამას გიხსნით, იმიტომ რომ ეს არის ფერადი ერთგვარი ფორმები, რომელიც პაზლებით ერთმანეთში ჩდება. აი, თქვენ ახლა ეს ქაოტურია, ეს რაღაც ეს ლეგოს სათამაშო, რომელიც ერთი პრობლემას აჩვენებს, ხო, უნდა დაშალოთ და ყველაფერთან უნდა დასვათ, ხო? ანუ განაცალკევოთ და წითელი წითელთან, ყვითელთან, მწვანესთან და აი ამ პრობლემის დაშლა, ამ პრინციპით, ხო? საიდან რა გამომდინარეობს? შეძლებთ თუ არა და გაქვთ თუ არა ძალა იმისა, რომ ეს ყველაფერი შეცვალოთ. თუ არ გაქვთ ამის ძალა, მაშინ რა შეიძლება რომ გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეცვალოთ. თუ არ იცვლება და ვერ შეცვლით, რას ნიშნავს მიმღებლობა, ხო? მიმღებლობა იმ სიტუაციებისა, ჩვენ არ გვაქვს ძალაუფლება ყველაზე და ყველაფერზე. ჩვენ ადამიანები ვართ და ეს ამას უნდა მივხვდეთ და ეს უნდა გავიგოთ, რომ მით უმეტეს, შესაძაც ეს ეხება სხვის სიცოცხლეს, სხვის რეალობას, სხვის არჩევანს, სხვის გადაწყვეტილებას, თქვენ ვერ შეცვლით და არც გაქვთ უფლება რომ უხეშად ჩაერიოთ სხვა ადამიანების არჩევანსა თუ გადაწყვეტილებაში. ეს არ იქნება სწორი. არ იქნება არავითარ შემთხვევაში სწორი, ყველა ადამიანმა თავისი გზა თავად უნდა გაიაროს. თქვენ კი გეუბნებიან, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის განმეორდების სუნთქვის ვარჯიშები. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ შეძლების და ეს არ არის ათიანების ხმლები, ეს არის ცხრიანების ხმლები, რაც ნიშნავს იმას, რომ საჭიროა პრობლემას შეხედოთ ყველა მხრიდან. თქვენ ახლა უბრალოდ გაქვთ ეს რაღაცა თითქოს მომენტი, რაც განერვიულებთ, გაფიქრებთ, გაშინებთ, მაგრამ ანუ ცხელ ემოციაზე ღებულობთ ამ ყველაფერს, ხვდებით ხომ? ცხელ ფიქრებზე ფიქრებად ღებულობთ, ხო? თითქოს შეიძლება რაღაცა ცუდი დიაგნოზი სხვათა შორის აქ იყოს ახლობელზე, ან შეიძლება სამყარომ დაგიფაროთ რაღაცა თქვენ მოისმინეთ, რაღაც გადაამოწმეთ, არ გაჩერდეთ, ხო? რაღაცა ერთ ინფორმაციას არ დაყაბულდეთ, როგორც იტყვიან და ყველა მხრიდან ეცადეთ, რომ ინფორმაციული სხვათა, ანუ არ გადაიჭრათ ყველანაირი იმედი და რაღაცნაირად არ გადაეშვათ ცუდ და უარყოფით ენერგიებში. ასევე ჩემო ძვირფასებო, მიიღეთ მცენარეული დამამშვიდებლები, ეს ძალიან დაგეხმარებათ, ხო? მიიღეთ, აი მაგალითად, აი ახლა მე რთული ესეთი დღის მერე, სამუშაო დღის მერე მივირთმევ გვერილის ჩაის, რომელიც პიტნა ძალიან კარგად მოქმედებს, გვირილა ძალიან კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხო? იმიტომ რომ მე პირადად ამდენი წელი ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა და თითოეული, ვთქვათ, მათი პრობლემა, თითოეული მათი, ვთქვათ, ცრემლი არის ეს თუ რაღაც ესეთი მტკივნეული ინფორმაცია ვერ ვისწავლე და არც მე მივხვდი, რომ არც უნდა ვისწავლო და არ უნდა დავდგა არანაირი ფილტრი, იმიტომ რომ ეს არის
ის რაც მე ჩემში უყვართ ადამიანებს, ხო ეს ემპათიურობა, ეს ჩართულობა, რომ ჩემთვის მათი პრობლემები სულ ერთი არ არის, რომ ისინი ჩემთვის სულ ერთი არ არიან, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ენდობიან ჩემს დიაგნოზს, ენდობიან ჩემს თითოეულ სიტყვას. მე კი არ შემიძლია ეს ყველაფერი გავაკეთო ზედაპირულად სიტყვების რახარუხით, ხო? მე უნდა ვიგრძნო და მე ვარ ძალიან გრძნობიარე ადამიანი ზოგადად და აი ამიტომ დღის ბოლოს ხოლმე ჩემს თავს შეძლებს დაგვარად ასე ვუფრთხილდები, ხო, ასე ვუფრთხილდები, იმიტომ რომ მე არ მიყვარს არაფერი ქიმიური. თქვენც გირჩევთ, ხო, რომ დაეხმაროთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ აქ გადაუჭრელი არაფერი არ არის. არაფერი არ არის გადაუჭრელი და თუ თქვათ განმეორდები რაღაცა ყველას არ ეხება ან უარყოფით დიაგნოზს სხვა ადამიანისას, ან რაღაცა საკუთარ თავზე რაღაცაზე ნერვიულად განიცდით, არ მინდა ხა დამატებითი არკანები, ყველაფერი ესე იგი გადავლადია, ვეღარ თქვი ეს სიტყვა. დღეს ნერვიულობთ, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, რომ ხვალ და ზეგ ეს იქნება ძალიან დიდი შვება, იმიტომ რომ მიხვდებით, რომ არსებობს რაღაცები სამყაროში, რაც უბრალოდ არ ხდება. მეორე ვარიანტი, აი ეს არის ჩემი სიტყვები თქვენთვის, დაგემშვიდობებით, ამიტომ მაქსიმალურად დრო უნდა დაუთმოთ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობას და მაქსიმალურად იზრუნოთ მასზე. სუნთქვით სვარჩიშები, მოусმინეთ საკუთარ სუნთქვას, ეს შეიძლება კონკრეტული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყოს. და მესამე ვარიანტი ლაბორატორიით თქვენ სადმა მომართოთ თქვენი ენერგია, თასების დედოფალი, ნახეთ ორი ფიგურული არკანი ამოვიდა. იგრიალეთ ოქროება, როგორც იტყვიან, მაქსიმალურად იყავით თავისუფლები ემოციურ პლანზე, ანუ გულისხმობ იმას, რომ თქვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა, იქ არაფერი არ უნდა მოთოკოთ, არაფერი არ უნდა შეიკავოთ, ხო, არაფერი არ უნდა რაღაცა გულისხმობ ზედმეტ კონტროლზე, ზედმეტ თქვენ ახლა ხართ, როგორც ვარდის ძალიან ლამაზი კოკორი, რომელიც ახლა ნელ-ნელა გაშლის პროცესია და სურნელი არის უმშვენიერესი. ამიტომ თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ თქვენი აი ეს ვარდის კოკორი იქნება თუ ნებისმიერი ყვავილი, ჩამოაცოთ რაღაცა ესეთი ჭიქა, რომ აი ეს თავისი სურნელი და თავისი სილამაზე არაზიაროს სამყაროში და არა მხოლოდ თქვენ, არამედ არავის არ უნდა მისცეთ უფლება, რომ ახლა თქვენს სიხარულს და თქვენს ესე იგი შინაგან ემოციურ გამოვლენებას რაიმენაირად ხელი შეუშალონ თქვენთვის ამ პერიოდში, ხა მთელი თქვენი ენერგია სხვათა შორის უნდა მომართოთ ემოციური განკურნება, ვისთვისაც ეს აქტუალურია, მედიტაცია, იოგა, სხვადასხვა სილამაზის პროცედურები, ვთქვათ, ვარცხნილობა შეიძლება შეიცვალოს, თმის ფერის შეცვლას თუ ფიქრობდით, გადასარევი პერიოდია. ყველაფერი აბსოლუტურად უნდა მომართოთ ახლა საკუთარი საყვარელი თავის მიმართ. მთელი თქვენი ენერგია უნდა იყოს მომართული ამისკენ, ხო? მიიღეთ ხშირად მარილიანი აბაზანები, განიწმინდეთ ნეგატიური და უარყოფითი ენერგიებისაგან, ჯერ კიდევ წლების წინ ვილაპარაკე მარილიანი წყლის და ზოგადად მარილის ეფექტზე და მაქსიმალურად არ დაიზაროთ, გაიკეთეთ მაკიაჟი, უყიდეთ საკუთარ თავს ყველაფერი, რაზეც სული და გული მიგივათ და არავითარ შემთხვევაში არ დათრგუნოთ თქვენი ემოციები. გინდათ რომ უთხრათ ადამიანს მიყვარხარ, უთხარით. გინდათ რომ ადამიანს ჩაეხუტოთ, ჩაეხუტეთ. არ გამორთეთ შინაგანი კონტროლიორი. აი, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი არის ახლა თქვენთვის, რომ მაქსიმალურად გააბედნიეროთ, გაახაროთ თქვენი თავი და საკუთარი ემოციები დადებითი დაუთმოთ და მისცეთ იმ ადამიანებსაც, აი ეს თქვენი შინაგანი სილამაზე გარეთ გამოსული იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენგან ამას ნამდვილად იმსახურებენ და მთელი თქვენი ენერგია მოკლედ საკუთარი თავის ბედნიერებას მოახმარეთ ამ ერთი თვის განმავლობაში, არა მხოლოდ ერთი თვის ზოგადად, სულ, მაგრამ აი იმ ივნისის თვეში გეუბნებიან, რომ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენ შემთხვევაში.
როგორც თევზისთვის წყალი, ისე ჩემო ძვირფასებო. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მე კი დაგემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით.